და სულისაწმინდისა ჩვენთან არის ღმერთი უფალმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელო გილოცავთ სულთმოფენობის უდიდეს დღესასწაულს სული წმინდა მოვიდეს ჩვენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეს ჩვენ დღევანდელი დღე ეს არის განათლების სულისა ხორცისა ეს არის დღე როცა ინება უფალმა რომ მოციქულებზე და შემდგომად ჩვენზე გარდამოსულიყო სული წმინდის მადლი რომ გაენათლებინა თითოეული ადამიანი ალბათ იცით და ხვდებით რომ სული წმინდის ტაძარი თვით ადამიანია იმიტომ რომ ადამიანმა ესე უნდა იცხოვროს რომ დაივანოს სული წმინდა და დღევანდელი რა თქმა უნდა მოგახსენებთ დღევანდელი დღის არსს მაგრამ მინდა თვითონ თქვენთაგან ვთხოვო ასეთი რამ რომ როცა ადამიანი შეხედავს რომ აი უბრალოდ რომ რაღაც გაუჭუჭყიან და დაუშვათ დაიმტვერა, გაბერტყავს, გარეცხავს, გაასუფთავებს, ესეთ ლოგიში საწოლში არ ჩაწვება და ასე შემდეგ, ხო? ეს რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს ჩვენ, ხო, ესე ჩვენ სულიერება იმდანად არ გვაწუხებს სულიერებაში გამტკიცება რამდენადაც ესეთი პირობითი ან ცხოვრებისეული მომენტები და მით უმეტეს ადამიანი უნდა განწმენდეს თავის სხეულს, თავის სულს, ანუ მუდმივად აი განწმენდაში უნდა იყოს რამე თუ შევხედავ ჩვენ უფრო ისე სერიოზულად ჩვენ თავს მივხვდებით რომ ადამიანი ცოდვისკენ არის მიდრეკილი და მუდმივი განახლება, ესე ვთქვათ, მუდმივი განწმენდა, წმინდა აღსარება და შემდგომად ანუ ზიარება ჭირდება, იმიტომ რომ ადამიანი არის ცოდვისკენ მიდრეკილი, ადამიანს აქვს მიდრეკილება და ძალიან ხშირად არის რომ ადამიანს ანუ ცოდვები უყვარს ეს ცოდვები და სხვადასხვა ხო არ ჩამოვთვლი. ამიტომ არის რომ გაუფრთხილდეთ ჩვენ აი სული წმინდის ტაძარს, ჩვენს თავს და ის სიტყვები რაც დღეს გავრცელებულია, ჩემია და რასაც მუზავ, მე როგორც მინდა ისე მოგცევი, ანუ აქ ამსხვრევს ყოველივეს, იმიტომ რომ ყოველივე სხეული მართალია შენია, თვალმა გიბოძა, მისი კნილება ხარ, მაგრამ აუცილებლად მოგვითხოვებათ თვითონ ჩვენთაგანს ამაზე პასუხი. რაც შეეხება დღევანდელ აი სული წმინდის სულის მოფენის დღესასწაულს ვიდრე სამოციქულოს ვიტყოდე სამოციქულოდან სიტყვას მანამდე გეტყვით რომ ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ ვეცდები რომ თავი არ შეგაწყიდოთ მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ სახარება ასე იწყებოდა რომ დღესასწაულზე მიდიოდნენ და ეს ხდება დღესასწაული ეს არის დღესასწაული ამას აი გაზაფხულის დღესასწაულსაც ეძახიან ამას კიდევ ანუ ნაყოფის მორთმევის ტაძარში დღესასწაულს თითქმის ყველა ნაყოფი შეიძლება არ არის მოსული მაგრამ აი იყო დაუშვათ ამ დროისთვის პური იყო ესე ვთქვათ ხორბალი იყო და ამიტომაც ასე ეძახდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანუ როცა აღენიშნებოდა ეს დღე ჩვენ ვიცით რომ აღდგომიდან მე-40 დღე არის ამაღლება უფლიცა ჩვენისა იესო ქრისტესი და 50-ე დღეს ეს არის სული წმინდის ანუ სულთმოფენობის დღე. შესაბამისად ანუ თვითონ ეს ებრაელი ხალხი ზეიმობდა პასექის შემდეგად ანუ 50-ე დღეს და ადრე მე თუ მოსმენდი ჩემგან მესურვა ამასაც საჭიროა ანუ კარლობის დღესასწაულს ეძახდნენ და შლიდნენ ანუ ტოტებისგან აკეთებდნენ კარავს, ფოთლებისგან გადახურავდნენ და ანუ მთელი კვირა მიდიოდა აი ესე ვთქვათ აი ტაძრის და აი კარლობის დღესასწაულზე მონაწილეობის მიღება. იხსენებდნენ რა ეგვიპტიდან 400 წლოვან ანუ მონობას და იქიდან გამოსვლას. ნახეთ პირდაპირ მნიშვნელობით აი ებრაელების ყოფიერებაში იყო ესეთი რომ ჯოჯოხეთს ეძახდნენ, ანუ ჯოჯოხეთი იყო ანუ ეგვიპტე და აი ამ ჯოჯოხეთს რომ დააღწიეს თავი, აი მას ზეიმობდნენ, იმიტომ ჯოჯოხეთიდან გათავისუფლებს, ამიტომ იერუსალიმის ტაძარში მუდმივად ვამბობ. საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ადამიანი ადის იერუსალიმის ტაძარში. კი არ ჩავიდა, კი არ მივიდა, არამედ დავიდა, ასე იყო, იმიტომ რომ ამაღლებულ ესე ვთქვათ მდგომარეობაში. შესაბამისად, ანუ მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან, კუთხეებიდან მიდიოდნენ ანუ ეს განთესილი ებრაელთა ტომები და ამ დღესასწაულს ანუ ხდებოდნენ ძალიან მარტო ებრაელები არა მთელი მსოფლიოდან ჩადიოდნენ. ამიტომაც ნახეთ ჩვენ სამოციქულო გვეუბნება რომ საქმე მოციქულთა მოციქულები იყვნენ შეკრებილი შიშისაგან ურიათავ ანუ ეშინოდა თუ ეშინოთ რის მუდმივად მას ავიწროებდნენ, დაძლებდნენ, იდევნებოდნენ და
კიდევ ერთხელ აკეთებდნენ იმას, რაც უფალმა დაუბარა, რომ არ განეშოროთ იერუსალიმს, რომ დაელოდონ სულიწმინდის მადლის მოქმედებას. და შესაბამისად ჩვენ საოცარი განმარტებებია და მე მუდმივად ამაზე მექხომე საუბარი, რომ წაიკითხეთ ეს განმარტებები ძალიან გთხოვ. დაუბერა მიაუმა ესეთი და მობერა სულიწმინდის მადლი და ცეცხლოვანი ენები დაადგა მოციქულების თავს. სხვათა შორის აგერ გვაქვს ფრესკაზე და შეგიძლიათ იხილოთ, ხო? ვისაც წაუკითხავს ძველი აღთქმა, ჩვენ ვხედავთ, რომ წინასწარმეტყველი დიდი ელია თესბიტელი, როცა აქაბის დევნა ქონდა მეფის და იმალებოდა, მას ეგონა რომ თვითონ იყო მარტო დაჩენილი, თუმცა უფალმა უთხრა, რომ შენს გარდა მე ათასობით მყავს. მაგრამ ნახეთ, რითი მიხვდა გამოქვაბულ შეიმალებოდა, რომ უფალი იყო. ქარიშხალმა გაიარა, იმან გაიარა, მაგრამ არა, იქ არ იყო ღმერთიო. აი მიავში იყო ღმერთი. აქაც ნახეთ, სულიწმინდის მობეროს რატო ეძახიან, რომ მობერა ნიავი და მათზე რაღაც ხმაური იყო. და აი ხმაურს მოყვა აი ცეცხლოვანი ენების გარდამოსვლა და სახლი აისო, აი სულიწმინდის მადლი. მე მინდა კიდე შევაჩეროთ თქვენი ყურადღება, რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი აღთქმა და ახალ აღთქმასთან. რატომ არის რომ ძველი აღთქმა მუდმივად ეს იცოდეთ, რომ არის ფუნდამენტი, რაზეც დაშენდა ახალი აღთქმის ეკლესიის კედლები. ამიტომ არის რომ აბა გაიქცედეთ, ბაბილონის გოდო შენდებოდა, ხო? და შენდებოდა არა ღვთის სათნოდ. ღმერთს ეს არ უნდა, ეს თვითონ ადამიანებმა მოინდომეს განდიდების და ღმერთთან გატოლების მიზნით. და აურია უფალმა ენები, ხო ესეა იცი თქვენ და უკვე ერთმანეთს აღარ ახსოვდათ. ნახეთ, რაც ღვთისთვის სათნო არ იყო, ის არ გაკეთდა არეული ენებით, ისინი დააშორა, მაგრამ ნახეთ, ახალ აღთქმაში რა ხდება, სულ მოფენობის პროცესში რა ხდება, ახალი ენებით ლაპარაკობდნენ მოციქულები, ოღონდ კი არ დაიბშავდნენ, კი არ დაიბდნენ, არამედ გააერთიანეს. და მე გეტყვი თქვენ, რომ როცა სულიწმინდის მადლით აღივსნენ, გამოვიდნენ და დაიწყეს ქადაგება. ქადაგება უკვე სიკვდილზე წასვლა იყო იქ იმ მომენტში, იმიტომ დღესასწაული იყო მთელი ეს რაბინები, მღვდელმთავრები გამოსულები და მთელი ისეთი დიდი ამბავი იყო იერუსალიმში. და გვეუბნება, რომ 2000 კაცზე მეტი მოაქცია პეტრეს ქადაგებამ. და ჩვენ ისიც ვიცით, რომ აი სულიწმინდის მოფენის მერე, როცა პეტრემ დაიწყო და მოციქულებმა მოღვაწეობა, პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა ადამიანებს. ამიტომ მე ვამბობ ადამიანების გასაგონად, რომ ხშირად მესმის, რომ აი მე ვერ ვლოცულობ, მე ვერ მარხულობ, ყოველივე შესაძლებელია არც თუ ადამიანი მოინდომს, ამიტომ თითოეული ადამიანი ღვთისკნილებაა, მისი მსგავსება და ადამიანში არ შეიძლება არ მოქმედებდეს სულიწმინდის მადლი, თუ შენის არ განაგდე და თუ შენ მასზე თვითონ უარი არ თქვი. ამიტომ პეტრე მოციქული წამოდგება და დაიწყებს ქადაგებას და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა ადამიანს იქ ჩასულს, რითიც დავიწყე, თავის ენაზე ესმოდა პეტრეს ქადაგება. ეს სათნო იყო ღვთისთვის და ეს უდიდესი რამ მოხდა, სულიწმინდის მობერვა და ებრაელები ამბობდნენ, მღვდელმთავრები, რომ ესენი მთვრალები არიან და პეტრემ აღიმაღლა ხმა და თქვა, რომ როგორ შეიძლება დღის ამ მონაკვეთში, რომ ვინმეს რამე დაელია. ამიტომ მისი ქადაგების მოსმენის მერე მოინათლა ძალიან ბევრი ადამიანი, ათასობით ადამიანი, როგორც მოგახსენეთ და შესაბამისად შეუდგნენ აი ამ მოღვაწეობას. მანამდე თუ ესე თქვა იკრიბებოდნენ დახშულკარში იყვნენ, აწე უკვე ისინი ხმამაღლა დაუფარავად, ქადაგებდნენ ქრისტეს სწავლებას და სახარებას ავრცელებდნენ, იმიტომაც მოციქულები. ასეთ შემთხვევაში, ნახეთ, ჩვენ ვიცით ყველა მოციქულის ხვედრი, რომელი მოციქული როგორ აღესრულა. თუმცა ვიცით პატარა მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის ხვედრი, ხო, სიბერტ, მაგრამ მე ამას რატო ვამბობ, იცით, რომ ჩვენ არ ვიცით, როდემდე ვიქნებით ამ ქვეყნად. ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ გარდაცვალება, რასაც ჩვენ სიკვდილს ვეძახით, გარდაუვალია. არ ვიცით ჩვენ დღეს იქნება, ხვალ იქნება, ვის როდემდე ან როგორ, მაგრამ ერთი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ამაღლება რისთვის იყო საჭირო. მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის, უფალს არანაირი ამაღლება არ ჭირდებოდა, ის ამაღლებულია, ის ღმერთია. ნახეთ, დაცემული ადამიანის ბუნება აღადგინა და აიყვანა იმ პატივში, საიდანაც წამოვიდა ადამიანი,
სასუფეველში, ანუ სამოთხეში, სადაც ცხოვრობდა. შესაბამისად, ნახეთ, მისი ამაღლებით აღამაღლა ადამიანური ბუნება და დაჯდა მარჯვენით მამისა, ადამიანს მისცა შვილ ღვთისად ყოფნის უფლება, გესმით შემოკარგებო? ამიტომ არისო თითოეულ დეტალს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციო და შესაბამისად სულთმოფენობა, როგორც კი აღუქვა უფალმა, რომ მე მოგივლენ თქვენ მამა ზეციერის მიერ სული წმინდას, ოღონდ დარჩი თქვენ იერუსალიმში, თუ განეშორებით იერუსალიმს და ასწავლით. ნახეთ, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ როგორ წამოვიდა ანდრია პირველწოდებული, ანუ საქართველოში, როცა არ იცოდა დაუშვათ ქართული. აი ეს იქნება თქვენთვის გზამკვლევი და იმ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ იქ ჩასული ხალხი, როგორც გითხრათ, საქართველოს იყვნენ ებრაელები, აქედანაც ხო ჩავიდოდნენ, ყველა თავის ენაზე ისმენ და აი ამ პეტრე მოციქულის ქადაგება. შესაბამისად, გაუძნელდებოდა უფალს, თუ კი სულთმოფენობის შემთხვევაში ყველას თავის ენაზე ესმოდა და მოციქულს აგზავნის და ქართული არ ეცოდინებოდა? რა თქმა უნდა ეცოდინებოდა. რა თქმა უნდა, სადაც მოქმედებს სულიწმინდის მადლი, იქ ყოველივე შესაძლებელია. ამიტომ გილოცავთ ყველას, გლოცავთ ყველას და გაუფრთხილდით იმას, რაც უხვად და უსასყიდლოდ მოგეცემათ ღვთისგან, მადლი სულიწმინდისა, ღმერთმა დაგლოცოთ.